მოგესალმებით. ჩვენ ვართ 3D პოდკასტის თანაწამყვანები დავით ანთაძე, დავით მეშველიშვილი და დემნა უბილავა. ვართ ასევე კოლეგები და ხშირად განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, რომლებიც აქტუალურია როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად მსოფლიოში. განსაკუთრებით უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნოლოგიური უსაფრთხოების მიმართულებით და ამ თემებთან დაკავშირებით გვინდა რომ ჩავწეროთ პოდკასტები ყოველთვის ბოლო ხუთშაბათს. შესაბამისად დღევანდელი პოდკასტი არის პირველი ამ სერიებიდან. იმედია რომ იქნება საინტერესო, მოსმენადი და მოგაცვით საჭირო ინფორმაციას. მოგესალმებით, მე გახლავართ დემნა უბილავა, ერთ სავამატებ რო ჩვენ კოლეგებთან ერთად ასევე ვართ მეგობრები. თემა არის ძალიან საინტერესო და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ არა მხოლოდ შენებლების ან ასე ვთქვათ ამ პროცესში ჩართული მხარეების კუთხით დაგანახოთ უსაფრთხოების ის საკითხები ნათლად, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არამედ მომხმარებელიც, კლიენტიც, რომელიც შენობის მფლობელი იქნება, ბინას შეიძენს, ის უფრო კარგად დაინახავს იმ რეალობას, რასაც უნდა მიაქციოს ყურადღება ბინის შეძენისას და მისთვისაც ალბათ იქნება ძალიან საინტერესო. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით მეშველიშვილი, მოხარული ვარ დღევანდელი წამოწყების და იმედი მაქვს რომ ჩვენი პოდკასტების შედეგად ჩვენ მსმენელს და მაყურებელს უფრო უკეთესი წარმოდგენა ექნება ზოგადად უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, სახანძრო უსაფრთხოებაზე და მისი შეფასების დონეც, ყურადღების დონეც, იმიტომ რომ უსაფრთხოება ძალიან ფართო სფერო არის და მასში წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს ყოველდღიურად თან უფრო აიმაღლებს და შედეგიც უფრო უკეთესი გვექნება ზოგადად ქვეყნის მიმართულებით. ნამდვილად დავით დაგეთანხმები. დღევანდელი ჩვენი პირველი პოდკასტის თემა არის სახანძრო უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში. ამ მიმართულებით გამოწვევები, რა გამოწვევები აქვს როგორც მშენებელს, ასევე მე როგორც ერთ ადამიანს, ბინის მყიდველს, ან თუნდაც ბინას არ მყიდველობდი და უკვე ცხოვრობდი რომელიღაცა კორპუსში საბურთალოზე და რამდენად დაცული არის როგორც ჩემი სიცოცხლე, ასევე ჩემი მეზობლების და ჩვენი საცხოვრებელი გარემო. ბოლო ყველაზე დიდი ხანძარი სამწუხაროდ მსოფლიოში რაც მოხდა, ეს იყო შანხაის ხანძარი, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ხანძრის შესახებ კიდევ ბევრი არის გამოსაკვლევი, თუმცა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი, რომელიც ლონდონში მოხდა, ბოლო 10 წელიწადში ეს იყო გრენფელ ტაუერის ხანძარი. სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა ასევე. ამ ხანძარმა როგორც ვიცი დავით საკმაოდ თვალი აუხილა სფეროს ამ მიმართულებით და თუ შეგიძლია უფრო დეტალურად რო გითხრა, უფრო შენ კარგად იცი ვიცი. თვალი აუხილა იმიტომ რომ გრენფელ ტაუერის ხანძარი იყო შედეგი წლობით და აწლეულებით მნიშვნელოვანი საკითხების იგნორირებისა. ძალიან კარგი кейსი არის განსახილველად, რატომ არის კარგი? იმიტომ რომ სახანძრო უსაფრთხოების ყველა მიმართულება, როგორც სტრუქტურული სახანძრო უსაფრთხოება, ტექნიკური სახანძრო უსაფრთხოება და ადმინისტრაციული სახანძრო უსაფრთხოება, ყველა მიმართულებით იყო დარღვევები და ამ დარღვევების ჯაჭვმა გამოიწვია კატასტროფული შედეგი. 72 ადამიანის სიკვდილი 2017 წელს შუაგულ ლონდონში, ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა. ესეთი მსხვერპლი ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები როცა ბომბავდნენ ლონდონს, მხოლოდ მაშინ. შესაბამისად შედეგებიც და მთლიანად ამ ინდუსტრიის გადააზრება, ახალი მიდგომების შემოტანა, ძველი მოძველებული მიდგომების შეცვლა და რაც თავარია აღმოჩნდა რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა და რისკის ქვეშ არის ასობით და ათასობით შენობა და პროცესი იმდენად დიდია და იმდენად რთულია რომ დღესაც არ არის დამთავრებული და კიდევ ძალიან დიდი ხნის მუშაობას მოითხოვს რომ რაღაცეები ისე შეიცვალოს რომ აღარ განმეორდეს. არის უკვე ძვრები, შეიცვალა კანონმდებლობა, შეიცვალა სტანდარტები, შეიცვალა მოთხოვნები შენობების მიმართ, თუმცა იმ ყველაფრის გამოსწორება როგორც აღმოჩნდა ამ თვალის სახელის შემდეგ თურმე რამდენი პრობლემა ქონიათ, კიდევ მე მგონი 10 წლეულები დაჭირდება რომ ეს ყველაფერი აღმოფხვრილი იქნას.
დავით, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა და ეს არ იყო რაღაც ერთი რაღაცით გამოწვეული ხანძარი. იყო კასკადი დარღვევების, ეს არ ვიცი, რამდენი დარღვევა იყო კონკრეტულად ზუსტად რაოდენობრივად, მაგრამ იყო კასკადი პრაქტიკულად ყველა დონეზე იყო გაკეთებული ეს უზუსტობები, თუნდაც არ ვიცი, შეიძლება მშენებლობიდანაც, ხო? იმიტომ რომ იქ რაღაცა ის ხანძრის გავრცელებაც ისეთნაირად მოხდა, რომ რაღაც სამშენებლო კონსტრუქციის დარღვევაც იყო, არა მხოლოდ იმ რაღაცა ბევრი იყო, ძალიან ბევრი და პირველი მაინც რას თვლი, აი რა დარღვევა იყო, საიდან დაიწყო, როგორ დაიწყო აი ამ დარღვევათა კასკადი. ჯერ მაშინ ჯობია ვისაუბროთ თვითონ ხანძარი როგორ დაიწყო და როგორ გავრცელდა და მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ 2017 წლის ივლისში იყო ხო? 14 ივნის გვიან ღამით 12 საათისკენ მეოთხე სართულზე სამზარეულოში მაცივარს hot point ინდეზიტის წარმოებლის მაცივარს გაუჩნდა ხანძარი. სახში დამონტაჟებული იყო ეგრეთ წოდებული smoke alarm-ი, დეტექტორი, რომელსაც თავის შემატყობინებელი აქვს. მე პატრონემ გაიგო და ნახა რომ ხანძარი, მაგრამ ხანძარი უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მას თვითონ ვერაფერს ვერ უზავდა. ეს ხანძარი შემდეგ ამ სამზარეულოდან გავრცელდა გარეთ, გავიდა შენობის ფასადზე და შენობის მერე დეტალებში მე ჩავიდეთ, რატო გავრცელდა, როგორ გავრცელდა და რა იყო. შენობის მეოთხე სართულიდან დაიწყო ხანძარი, რომელიც მათ 20 წუთში 24 სართულს მიაღწია. ეს შენობა იყო ეგრეთ წოდებული სოციალური სახლი, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტის მფლობელობაში და მუნიციპალიტეტი განაგებდა და ახალი ჩატარებული იყო მასში განახლებითი სამუშაოები, შენობა გარედან შეფუთული იყო, სპეციალური rain shield-ი, რომელიც ეს ვიზუალური გარე იმისთვის იყო და იმისგან დასაცავად სახელიდან გამომდინარე, მის შიგნით იყო კიდევ თერმული იზოლაცია. ხანძარი გავრცელდა 20 წუთში 24 სართულამდე, შემდეგ მოიცვა მთლიანად ჰორიზონტალურად შემოუარა ამ შენობას და 60 საათი იწოდა ეს შენობა. ამ 60-დან 24 საათი იყო მეხანძრების კონტროლის ქვეშ. შესაბამისად შედეგი იყო კატასტროფული და ტრაგიკული. 72 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 4 მიათედი დაშავდა. და საშინელი წარმოუდგენელი ტრაგედია არის იმ ადამიანების და იმ ოჯახებისთვის, ვინც იმ სახლში ცხოვრობდა. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთ სფეროში ხანძარი თავისი მასშტაბებით არასდროს არ არის პატარა და სამწუხაროდ სიკვდილიანობა ძალიან დიდი ახლავს. მარტო გრენფელზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ კარგი кейსი არ, მაგრამ იგივე თქვა ბაქოში იყო დაახლოებით მაგ დროს 2015 წელს 16 ადამიანი დაიღუპა. გარე მსგავსი ხანძრები, რომელიც ვრცელდება გარეშე შეფუთვით, ხო, თითქმის ყოველ წელს ხდება ასტანაში იყო, დუბაიში იყო. მნიშვნელოვანი საკითხი არა მარტო ინგლისისთვის, სადაც სტანდარტები კარგად მუშაობს, არამედ მთელი სამყაროსთვის და მალე ჩვენთანაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდება, იმიტომ რომ ეს ინდუსტრია, სამშენებლო ინდუსტრია ყველაზე სწრაფად ვითარდება ეხლა ამ პერიოდში საქართველოში და ის დაშვებული შეცდომები, რომლებიც სხვაგან გამოიწვია ესეთი კატასტროფული შედეგები, ჩვენთვის ალბათ დასაფიქრებელი უნდა იყოს და გასააზრებელი უნდა იყოს, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ბოლოს როცა ვკითხულობდი დავით და შენთან ერთადაც როცა გქონდა ბოლო განხილვა ამ кейსის, მახსოვს თქვით, რომ არც სახანძრო სისტემა არ იყო გამართული კარგად, არც მეხანძრეები არ იყვნენ მზად ამ ხელახანძარისთვის და ასე შემდეგ და ეგ სიმართლე გითხრა, ცოტა შიშმაც შემივყრო შემდეგ სახლში როცა მივედი, დავიწყე, სადაც მე კორპუსში ვცხოვრობ, ხა არ დავასახელებ, რამდენად დაცულია ქართულ რეალობაში საქართველოში, ჩემი უსაფრთხოება, სადაც მე ვცხოვრობ, რამდენად კარგად ააშენა მშენებელმა და შემდეგ საერთოდ რა ხდება ამის მიმართულებით, ვინ უვლის, რას აკეთებს საქართველოში, ვიცით ამას ერთ რამედევნა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ვყიდულობთ ბინაზე მივდივართ და ვყიდულობთ. ჩემი кейსი რო გითხრათ, მე ბინა ისე ვიყიდე, რომ ამ რაღაცეებისთვის მართლაც არ მიმიქცევია ყურადღება. ისე შევიძინე ბინა, რომ უნდა ყოფილიყო რაღაცა გარკვეული ფართის, რაღაცა უნდა ყოფილიყო რაღაც კომუნიკაციებთან ახლოს, რაღაც აი მხოლოდ საცხოვრებლად და მხოლოდ ყოფითი ასე ვთქვათ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და არა იმისთვის, რომ
რო ვიცხოვრებ, იქ შემდეგ აი ვთქვათ ხანძრის შემთხვევაში მე საიდან გამოვიდე, ოჯახი როგორ გადავარჩინო, ხო, აი ესეთ რაღაცებზე მართლაც არ მიფიქრია, იმიტომ რომ ბინის შეძენა, ну, რაღაცნაირად ესე ასოცირდება ასეთ რაღაცეებთან და არა იმასთან, რომ რაღაცა რომ მოხდეს, მე როგორ უნდა წახვიდე რა, სადღაც ვთქვათ, არის თუ არა სახანძრო კიბე, არის თუ არა განგაშის სიგნალი და ასე შემდეგ. ის ყველაზე ესეთი ის კატასტროფა, რაც ლონდონის ცენტრში მოხდა, ხო, აი რომ მივყვეთ ქრონოლოგიურად, ხო, აი პირველივე ზარი შევიდა ძალიან სწრაფად, აი ხანძრის გაჩენიდან პრაქტიკულად იმავე წამს დარეკა იმ ბინის მეპატრონემ. რა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ან რა გააკეთეს არასწორად? კარგი, ერთ-ერთო შენობა ცუდად იყო აგებული, ცუდად შეფუთული, მაგრამ უკვე რეაგირების კუთხით რა მოხდა იქ, რომ ანუ რატო ვერ გამოვიდა ეს ხალხი? როგორც თქვით, ანუ მაციურიდან დაიწყო ხანძარი კონკრეტულად ერთ სამზარეულოში, მე-4 სართულზე, მე-16 ბინაში. შემდეგ პირველი ყველაზე უხეში დარღვევა ეს არის, რომ შენობა ვინაიდან ძველი იყო, ფანჯრის ღიობების დაშვება დიდი ქონდა და ამიტომ ფანჯრების შეცვლისას რენოვაცია რო გააკეთეს, დაჭირდათ რომ ბევრი კაფი გამოიყენეს. კაფი არ იყო ცეცხლმედეგი და პირიქით ადვილად ავრცელებდა ხანძარს და ადვილად ეკიდებოდა. ამის გარდა გარედან როდესაც შეფუთეს შენობა ორი ფენისგან შედგებოდა. ერთი იყო ეს ეგრეთ წოდებული რეინშილდი, რომელიც იყო კომპოზიტური მასალა, ალუმინი და შუაში იყო პოლიეთილენი, რომელიც ძალიან აალებადი იყო და შიგნით იყო თერმული იზოლაცია, რომელიც ასევე იმის მაგივრად რომ ყოფილიყო ხანძარმედეგი იყო აალებადი და კარგად იწოდა. თუ შეიძლება ქაბს გულისხმობ, როდესაც ფანჯარას ამონტაჟებენ, რითაც ამაგრებენ ესე ჩვენთანაც საქართველოშიც მოვა ვიღაცა იმენად დიდი ღიობები იყო, რომ ბევრი დაჭირდა და ძალიან ადვილად გაავრცელა ხანძარი. შემდეგ ძალიან უხეში დარღვევა იყო, როდესაც ეს ყველაფერი დაამონტაჟეს, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული ტიხრები იმისთვის, რომ ეს 24 სართულიანი შენობის ღიობები, რომელიც იყო გარეშე ფუთვასა და თერმული იზოლაციას შორის ან კედელ შორის, არ ყოფილიყო ბუხარის მილივით და პირიქით ხელი არ შეეწყო წვისთვის. ეგ ტიხრები ან არ იყო დაინსტალირებული, ან იყო ძალიან დიდი დარღვევებით გაკეთებული და როდესაც გათვლილი იყო ტიხარი 25 მმ-იან ღიობზე, იყო დაყენებული 140 მმ-იან ღიობზეც. როცა გათვალისწინებული იყო, უნდა ყოფილიყო ჰორიზონტალური მონტაჟიც, იყო ვერტიკალურად დაყენებული, როცა გათვალისწინებული იყო, რომ სპეციალური ბრაკეტით უნდა ყოფილიყო დამაგრებული, სილიკონით იყო პირდაპირ მიწებებული, რომელმაც საერთოდ არ იმუშავა. მაგრამ კიდევ ერთი ფაქტია, რომ ის გარეშე ფუთვა იმდენად აალებადი იყო, რომ სწორად დამონტაჟებული რომც ყოფილიყო, მაინც ვერ გაუძლებდა და უბრალოდ იმ ხანძრის დროს დაზიანდებოდა და მაინც შეიქმნებოდა ეგ ეფექტი. შემდეგ ეს არის რაც ვისაუბრეთ სტრუქტურული სახანძრო უსაფრთხოებიდან რა იყო დარღვეული, ხო? შემდეგ მნიშვნელოვანი დარღვევა რომ ხანძარი მოედო მთლიან შენობას, ავიდა 24 სართულზე, შემოუარა ჰორიზონტალურად, ქვედა რამდენიმე სართულიღა თუ იყო გადარჩენილი. სახანძროდან რეაგირება ძალიან სწრაფი იყო, ეგრევე შევიდა ზარი, მოვიდნენ სახანძრო მოვიდა მარტო ერთ სახლში იყო და იმ დროს გამოდიოდა გარეთ ალი ასე ვთქვათ, მაგრამ 20 წუთში გავრცელდა მე-4 სართულიდან 24 სართულამდე. ამ ზეგან რაც ვილაპარაკეთ იმ შეფუთვის გამო. სახანძრო ეგრეთ წოდებული პოლისი რაც ქონათ ხანძრის შემთხვევაში როგორც უნდა მოქცეულიყვნენ მაცხოვრებლები, რომელსაც ასწავლიდნენ, აიუბნებდნენ, აფრთხილებდნენ, შესახლებიც იყო რომ თუ ხანძარი არის თქვენ სახში თუ არ არის ხანძარი, თქვენ რჩებით წყნარად, იმიტომ რომ ხანძარმედეგი უნდა იყოს სახლი, იქიდან არაფერი არ უნდა გავცელდეს, მეხანძრები მიხედავენ იმ სახლს და მერე ყველაფერი წყნარად იქნება. ანუ მე-4-ზე რო იყო ხანძარი, მე თუ ცხოვრობ მე-16-ზე არ უნდა გამოსულიყო. არ უნდა გამოსულიყო, stay put უნდა ყოფილიყო, ეგეთი პოლისი იყო და დანარჩენს მეხანძრები მიხედავდნენ. ეს პოლისი ძალიან მალე გახდა იქ ირელევანტური, მაგრამ თვითონ სახანძრო სამსახური ვერ მიხვდა. ვერ გააკეთა სწორი ანალიზი, რომ გაეუქმებინათ ეს პოლისი და ჰქონდათ კავშირი, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ადამიანები რეკავდნენ საგანგებო სიტუაციებში და ეუბნებოდნენ ხანძარია რა ვქნათ, ისინი ეუბნებოდნენ დარჩით სახლში. და დაახლოებით საათნახევარი დაგვიანების შემდეგ, მას შემდეგ რაც მიხვდნენ რომ უნდა მიმხვდარიყვნენ რომ სტეიპუთ იყო მცდარი და ადამიანებს დაღუპავდნენ, საათნახევრის შემდეგ მოხდა კომუნიკაცია რომ გამოდითო. მას შემდეგ მხოლოდ 38 ადამიანი გამოვიდა. 38 ადამიანმა მოახერხა იქიდან გამოსვლა და მთელი ირონია ამ სიტუაციის ბედის ირონია ის არის რომ ის ადამიანები რომლებიც ყველაზე მეტად აქცევდნენ ყურადღებას და მანამდე ქონდათ საჩივარი დაწერილი ავარიულ განათებაზე სახანძრო კარებებზე და ასე შემდეგ სწორედ ის ადამიანები დაიღუპნენ იმიტომ რომ ალბათ ესე კანონმორჩილად ამ სტეიპუთს ასრულებდნენ ბოლომდე დარჩნენ იქ და როცა უთხრეს ეხლა გამოდით რომ მე უკვე შეუძლებელი იყო გამოსვლა.
იმ stay puts მინდა შევეხო წეღან მკითხე რომ აი ვთქვათ ჩემი თვალით დანახული ჩემი ბინის შეძენისას მე რას მიმოქცია ყურადღება არ მიმიქცევია ყურადღება აი ზუსტად stay put-იც ისეთი რაღაცა არის რომ ყველა მაცხოვრებელს ქონდა ეს პროტოკოლი თუ როგორ უნდა ემოქმედათ ხანძრის შემთხვევაში რას უნდა დამორჩილებოდნენ და აი და დავითმა რაც ახსენა წეღან ხო აი მართლაც დაემორჩილენ იმ პროტოკოლს იმ ზუსტად იმ წესს და ამიტომაც დადგა ეს ძალიან ისეთი ცუდი შედეგი რაც პირობითად ეხა მე არ ვიცი ხანძარი რო გაჩნდება stay puts უნდა მივყვე თუ ჩვენ გვაქვს ერთად უნდა ჩვენ არა გვაქვს არანაირი პოლისი ასე ვთქვათ უმეტესობა სახლებში იგივე კიდე აპარტ ჰოტელი ავიღოთ ან სასტუმრო რო ავიღოთ მადლობა ღმერთს ის მაინც არის ხოლმე საევაკუაციო გეგმა მაინც არის ხოლმე ნომრებში ეგ მოთხოვნა არის და ყველა ნომერში ნახავ რომ საევაკუაციო გეგმა არის იცის შენ სადა ხარ საით უნდა გახვიდე მაგრამ ეს მოკლედ ვთქვათ ინდაქშენი წესით ყველგან უნდა ტარდებოდეს ეს ალბათ რადგან სახელმწიფო ბალანსზე იყო და მუნიციპალიტეტის უпростоრად social house ერქვა იქ შესახლების წინ ყოველთვის უტარებდნენ ამ ინსტრუქციას. ინსტრუქცია ტარდება. მოკლედ კიდევ რომ გავაგზავნოთ, ანუ ეს ამ წებას შემდეგ კარგი ხანძარი გვაქვს. ეს stay put-იც ცდარი იყო, მაგრამ იყო რაღაც პოლისი, მაგრამ ტექნიკური სახანძრო უსაფრთხოებიდან რა ქონდათ, ანუ ქონდათ ეგ fire smoke alarm-ი, ასე ვთქვათ, რომელიც არ იყო ცენტრალიზებული, მაგრამ ნუ ყველამ გაიგო სახლში რომ ხანძარი აქვს, საევაკუაციო სისტემა არ ქონდათ. ანუ რაღაცა მექანიზმი რო გადაწყვიტოს რომ ცდარია ეს რასაც ვაკეთებ და მოდი ყველას ევაკუაცია გავაკეთოთ. შეტყობინების სისტემა ელემენტარულად არ იყო შენობაში და ყველაზე ცუდი ერთი საევაკუაციო კიბის უჯრედი ქონდათ, საევაკუაციო გზა ერთადერთი იქაც დაწნევის სისტემა არ ქონდათ, რომ კვამლით არ გავსებულიყო და ძალიან მალე გაივსო კვამლით ეს კიბის უჯრედი და იქიდან ევაკუაციაც ძალიან რთული იყო, არა მარტო ევაკუაცია, თვითონ მეხანძრების საცვლად და კვამლის გაწოვის სისტემას გაუმართავად მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ იყვნენ მისულები, რომ გაემართათ ეს სისტემა და ვერ გამართეს და ფაქტიურად ძალიან მალე თან ეს იმდენად ისეთი ცუდი მასალები იყო ალებადი და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფი რომ უცებ შეივსო მთელი შენობა და დაღუპულთა უმრავლესობა კი არ დაიწვა, გაიგუდა ამ ტოქსიკური გაზების გამო. ამ ხანძრის კიდევ როგორ ვთქვათ, როგორ შეიძლება მას უნიკალობა დაარქვა, მაგრამ რაღაცა ისეთი მახასიათებელი იყო, რომ ხანძარი გავრცელდა აი ამ ერთი ბინიდან გარეთ და დანარჩენი გავრცელდა გარედან შიგნით. გარედან შიგნითაც იმიტომ გავრცელდა, რომ ამ კაფის გამო ბევრი ფანჯარა რომ მოეკიდა შიგნით ჩავარდა. და გარედან შეაღწია გარედანაც გარედანაც ხანძარმა. ასევე ის ეგრეთ წოდებული ბირთვი რა, საევაკუაციოს დროს გამოსაყენებელი ბირთვი, ხო, დაგეგმილი იყო ისე, რომ შენობა რო ააშენეს, შენობა უნდა ყოფილიყო ყველა მხრიდან იზოლირებული ხანძრის გავრცელებისგან. ანუ როგორც იატაკი, კედელი, ჭერი, ყველაფერი უნდა ყოფილიყო აშენებული ისე, რომ ხანძარი არ გავრცელებულიყო ამ კონკრეტული ბინიდან, მაგრამ ნუ სამწუხაროდ აი რაც ახსენა დათომ გავრცელდა ფანჯრისკენ და შემდეგ როგორც ვიცი, შემდეგ უკვე საკმაოდ განგაში ზარევით იყო ეს მთელი UK-ისთვის და შეისწავლეს შენობები, რომ რამდენიმე 1000 იყო მსგავსად გაკეთებული და შეფუთული შენობა, მათგან 513 თუ სწორად მახსოვს, იყო ზუსტად მაღლივი შენობა და იგივენაირად შეფუთული და დღემდე მიდის ამ შენობების ფასადის შეცვლა, მაგრამ საქართველოზე რო გადმოვიდეთ, მე უფრო მაინტერესებს ახლა რომ ჩვენ როგორ ვიყოთ აქ დაცულები. მაგალითად, ჩემთან მე სადაც ვცხოვრობ, ახალაშენებული კორპუსია, ეს ხანძრის დეტექციის მოწყობილობა აყენია, მაგრამ თვითონ ხანძრის დეტექციის სისტემა არასდროს არ ჩართულა. ან პირველივე დღიდან არ ჩართულა, პირველი მოსახლე რო შევიდა, იმ დღესაც არ იყო ჩართული. ანუ პანელი გამორთულია. პანელი გამორთული არავის არ ჩართულა. მეორე პრობლემა არის, ასევე მილდგარებიც არის, მაგრამ ძრავები არა და შესაბამისად წყალი რო დაგჭირდეს არ მოდის სართულზე. და მესამე ხა წინაკვირას მქონდა, ჩემმა მეგობარმა იყიდა გრდიღომში ბინა, არემონტებდნენ და მოხელე მოთხამს გადავჭრა, მაინც არა ჩართული რა თქინდაო.
და ანუ ვიზუალში არ ჯდებაო და არავინ დიზაინი არავინ არ აკეთებს ამის მონიტორინგს, რომ ერთია რომ პირობითად 112-მა საგანგებო სამსახურმა მოითხოვა რომ ხანძრის სისტემა უნდა იყოს, მაგრამ მე რა ხდება, ანუ აშენდა შენობა, შევედი მე საცხოვრებლად და შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, ან რა კეთდება ჩვენთან დავით. რეალურად ბოლო 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში კარგი ნაბიჯები არის გადადგმული, იგივე 51 დადგენილება, რომელიც მანამდე არ ქონდა, მაგრამ ახლა აშენებულ შენობებს ავალდებულებს, რომ სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით სტრუქტურული ანუ მშენებლობის ნაწილი გათვალისწინებული იყოს თავისი სტანდარტები და მოთხოვნები, შემდეგ ტექნიკურში რომ რა სისტემებით უნდა აღიჭროს, 51 დადგენილება ნათლად არის ეს ყველაფერი გაწერილი. განსაკუთრებით მაღლივ შენობებზე არის მოთხოვნები გაცილებით მკაცრი. მეორე საკითხია, ეს როგორ სრულდება, შემდეგ ექსპლუატაციაში როგორ შედის, ისიც არ არის დასამალი, რომ ახალი მშენებლობების დიდი უმრავლესობა ექსპლუატაციაში შესული არ არის. არ არის შესული, იმიტომ რომ სწორედ ამ სახანძრო უსაფრთხოებას ვერ აკმაყოფილა, მაგრამ ხალხი შესახლებულია და ჩვეულებრივ ცხოვრობენ იქ. და შემდეგი უკვე გინდაც რომ მიიღოთ ექსპლუატაციაში, შემდეგ რა ხდება, იმის კულტურა რაც დასავლეთში არის, ჩვენთან საერთოდ არ არის, თქვათ იგივე რომ დეტექციის სისტემა ავტომატურად სახანძრო ბრიგადას გამოძახებასთან არის მიერთებული და დაზიანება და ასე შემდეგ შესაბამისი სერვისის კომპანიასთან არის დაერთებული და ეს სისტემა აწყობილი ანუ იქ იციან რომ თუ ხანძარი დაფიქსირდა და უნდა მოვიდეს სახანძრო და თუ გრამი გამომართავობა შესაბამისი კომპანია უნდა მოვიდეს და მიხედოს ჩვენთან მაგალითად თვითონ სახანძრო პანელი შეიძლება ეკიდოს კორიდორში ან ქუჩაში საერთოდ აი შესასვლელი რო არის კორპუსში და ვინ არის იმის პატრონი რა ხდება მუშაობს ჩართული არ არის ჩართული ეგ მარტო დეტექციაზე ვსაუბრობ და ისეთ მექანიკურ სისტემებსაც შეეხება სპრინკლერებზე დაწნევაზე სახანძრო მილდგარებზე ჯერ იქიდან დაწყებული როგორ არის დაინსტალირებული, მაგრამ მარტო ინსტალაცია ხო არ არის, შემდეგ როგორ არის ჩაბარებული, გადაბარებული და რაც თავარია მეინტენანსი, მომსახურება როგორ მიმდინარეობს, ეს სისტემა შევა გუშინ მუშაობდა, მაგრამ დღეს აღარ მუშაობს, ვინ შეამოწმებს, როდის შეამოწმებს და რამდენ ხანში გაიგებს, რომ არ მუშაობს და რამდენ ხანში აღმოფხვრავს გაუმართავობას. მეც ჩემი თანამ შენს კომენტარში როგორც ვიცი, აი შენ კორპუსში დაცხოვრობ, გაქვთ ბინათ მესაკუთრებთა ამხანაგობა. და თუ რაიმე ან კანონი ან ამხანაგობას თუ აქვს ვალდებულება, რომ პირობითად შეამოწოს ეს ხანძრის სისტემა, წყლით ქრობის სისტემა, სპრინკლერები იქნება თუ რაღაცა, რომ რაღაც ორგანო მოვიდეს შეამოწმოს რეგულარულად, მის გამართულებაზე იყოს პასუხისმგებელი, ხალხს ინფორმირება გაუკეთოს ხანძრის დროს რა გააკეთონ და ასე შემდეგ. თუ ხდება ესეთ რაღაც. ისე კარგი შეკითხვაა, თუმცა მსგავსი რაღაცის თქვა მინდოდა, ეხა დათო მახსენა ის 51 დადგენილება და 51 დადგენილება არ ეხება ამ ძველ შენობებს. ისე არსებულ შენობებს, არ ეხება არსებულ შენობებს. ანუ რაღაც ანუ ესეთი კითხვა მაქვს, ოღონდ როგორი კითხვა, იცით, აი მოდით ჩამჭრელი კითხვა დავარქვათ. რატომ ამ დადგენილებით ძველი შენობები არ იწვის? რატო არ ეხება? დადგენილება ეხება ახალ შენობებს. კი, ახალს ეხება. ძველი შენობების ახალ უსაფრთხოებაზე ძველი დადგენილება არსებობს 327 თუ სწორად მახსოვს. და იქ ისეთი მოთხოვნები ნამდვილად არ არის როგორც 51-შია და 51 ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ძველში თუ არის რამე, აი მაგალითად სახანძრო ევაკუაციის კიბე, ან გახმოვანების სისტემა, ან ხანძრის აღმომჩენის სისტემა. იმ სექტორზე, რა სექტორზე ჩვენ საუბრობთ, იქ თავის დროზეც არ იყო ეგეთი საცხოვრებელი მეებში და ძველ შენობებში არ არის ეს მოთხოვნილი. ამ წუთას არაფერი არ არსებობს. ეხლა წეღან შენახსენე სპრინკლერების სისტემა, ხანძარქრობის სისტემა, ხანძრის შეტყობინების სისტემა, არა თუ ხანძრის შეტყობინების სისტემა, არამედ ისიც არ არის. ეხლა ვთქვათ, ვიღაცამ დაინახა ხანძარი და უნდა იყვირო, ხო? რაღაცა რო იყოს პირობითად რამე რო გააქტიურო ხანძრის დროს. აი გრენფელის ერთ-ერთი შედეგი ინგლისისთვის ის იყო, რომ სავალდებულო გახდა საევაკუაციო სისტემის დაყენება. ეს გახმოვანებისგან და ასე შემდეგ განსხვავებული დამოუკიდებელი სისტემა სახანძრო დეტექციასთან არაინტეგრირებული სპეციალური პატარა პანელი იდგმება, რომელიც კონტროლი მხოლოდ ხანძრებს აქვს გასაღებით და მოთხოვნა არის რომ ყველა სახლში უნდა იყოს აუდიო შემატყობინებელი. სახლში შიგნით ის კი არა რომ კორიდორში დააყენებენ ერთ კორიდორში რა, ანუ სადარბაზოში ერთს დააყენებენ და გონიათ რომ მთელი შენობის ევაკუაციას გააკეთებენ. ყველა სართულზე, ანუ ეს უკვე სავალდებულო გახდა 18 მეტრს ზევით შენობებისთვის ინგლისში. და ეს ვალდებულება სხვათა შორის შოტლანდიაში, იქაც არის განსხვავება მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოა, კარგად დიდი ხანია თურმე მოქმედებდა და შესრულებული ჰქონდათ შოტლანდიელებს და
უფრო მკაცრად იყო შოტლანდიაში სახანძრო უსაფრთხოება და ეხლა უკვე ინგლისში და ბევრი ახალი სისტემა წამოვიდა, აი ზუსტად ამ ევაკუაციის რომ მეხანძრის კონტროლის ქვეშ არის და მეხანძრე თავის გადაწყვეტებით იქ შეუძლია ნაწილობრივი ევაკუაცია გააკეთოს, კონკრეტული სართულების მიხედვით ევაკუაცია გააკეთოს და შემდეგ სრული ევაკუაცია გააკეთოს შენობის გადაწყვეტილებას. კი და რაც თავარი ეს სისტემა უნდა იყოს ხანძარმედეგი კაბელებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით გაკეთებული, იმიტომ რომ ჩვენთან ხშირად ისმევა ხოლმე რა გვინდა ეს ხანძარმედეგი კაბელი დეტექტორი ხო მაინც დაადეტექტირებს და თვითონ ხანძრის ქრობის პროცესი, გრენფელმაც საჩვენო 60 საათი იწოდა და ნახევარი ლონდონის სახანძრო ბრიგადები და სასწრაფო დახმარება იქ იყო, იმხელა რესურსი იყო საჭირო 200-მდე მეხანძრე იყო მისული თუ არ ვცდები ხო და ის პროცესი ევაკუაციის გამოყვანის ის არ არის წამიერი პროცესი, იმას მართვა უნდა და ხანძარმედეგი მოთხოვნა ევაკუაციის მიმართ, ევაკუაციის სისტემების მიმართ, სახანძრო სისტემების მართვის მიმართ, იმიტომ არის რომ იმან მინიმუმ ნახევარი საათი მაინც უნდა გაძლოს ხანძრის ქვეშ, რომ ამ ყველაფრის განხორციელების საშუალება იყოს და პირველივე ცეცხლზე არ ჩამოვარდეს და მოკლედ ჩართვა არ მოხდეს და სისტემა არ გამოვიდეს წყობრიდან. როგორც ვიცი, კაბელზე არა მხოლოდ კაბელის ხანძარმედეგობა მოთხოვნილი ჩვენი კანონითაც, არამედ მთელი ინფრასტრუქტურის და სამწუხაროდ საქართველოს ხშირად ხდება, რომ ამას რა დარღვევები შეგვედრია დემნა კაბელირების კუთხით. ბევრი უამრავი დარღვევა. ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით, შეიძლება ბევრი განვიხილოთ, მაგრამ ერთ-ერთი არის, რომ აი კაბელი დამაგრებულია, შესაძლოა კაბელი იყოს ხანძარმედეგი, თუმცა სამაგრე არის რაღაცა პლასტმასის. ხამუთი ეგრეთ წოდებული. ხო, აი ეგრეთ წოდებული ხამუთი. ან თვითონ აი რასაც ვეძახით ეს დუბელს რასაც ვეძახით, ხო, ეს არის პლასტმასის. ანუ ის პლასტმასი რო დაიწვება საწავა, ხო, ეს უკვე ინფრასტრუქტურა აღარ არის ხანძარმედეგი. კაბელი შეიძლება იყოს, მაგრამ ინფრასტრუქტურა ხანძარმედეგი აღარ არის. ეს არის ყველაზე ისეთი რა, ესეთი სახასიათო. კი რა, ინვესტორის დეველოპერის გადმოსახედიდან რო გითხრათ, ახლა ვდებ რამდენიმე მილიონს რო ავაშენო შენობა. რითაც იბარებენ, პირობითად, რა ფორმითაც იბარებს სტრუქტურები და რა ფორმითაც იყიდება ბაზარზე, ვეცდები რომ ჩემი ხარჯების მინიმიზაცია გავაკეთო. თან შეიძლება ინვესტორმა ეხლა ვიღაც ბიზნესმენი არის, არც კი ცოდეს რომ ხანძრის დროს კაბელი უნდა იყოს ხანძარმედეგი, მაგრამ ეს ეხლა პლასმასით იქნება დამაგრებული, პლასმასის დუბელებით იქნება, რკინის ხანძარმედეგი სამაგრებით იქნება. თუმცა ამაში საერთოდ დარწმუნებულა ვერც ჩვენ ბიზნესმენი ვერ ერკვევა მაგაში. ვერც მოსახლეობა ვერ ერკვევა ამაში, რომ რა უნდა დახვდეს სახში რო შედგა. სწორედ ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზანი და ჩვენი დღევანდელი პოდკასტი ეს იქნება, რომ იქნებ რამდენიმე ადამიანი მაინც დავაფიქროთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაკეთება. ეხლა გრენფელიდან გამომდინარე ზუსტად მაგას ეხება, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ეს მოდი ადამიანს უნდა ქონდეს გულწრფელი დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რასაც ვაკეთებ და რა თქმა უნდა პასუხისგებლობა. ის კი კარგი იდეა ქონდა იმ მუნიციპალიტეტს ასე ვთქვათ, რომ განეახლებინათ გრენფელის ის პირველი პრობლემა საიდან წამოვიდა, ძვირია შესაფუთი მასალა, რომელიც ხანძარმედეგი იყო და მოდი აბა იაფად როგორ გავაკეთებთ ამ ყველაფერს. აუთხრეს, კი გვაქვს ვაგერ ალუმინის ფილები არისო, ის შიგნით პოლიეთილენი რო იყო და ალებადი რო იყო, იმას არავის არ უთქვია და მოდი ეს გამოვიყენოთ. იმ სითფური იზოლაციის კომპანია 2005 წელს ქონდა ტესტი ჩატარებული, რომ ყველაფერი კარგად იყო და ის იზოლაცია არ იწოდა და ნორმალურ მდგომარეობაში იყო. 2007 წლისთვის ტექნოლოგია შეცვალეს, ტესტებზე ნახეს, რომ ისე კარგად იწოდა, რომ მეტი არ შეიძლებოდა, მაგრამ იმ 2005 წლის დოკუმენტი არა გულწრფელად იქცეოდა და ასე ვთქვათ აყალბებდა. შევა წარმოუდგენლად ჟღერდეს ინგლისისთვის ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი არის, რომ ითქლებოდა. ხო რა, რამდენადაც მახსოვს თუთია იყო თავიდანვე დიზაინში ჩადებული. თავიდან კი ბატონო და მე ეს ძვირი გვიჯდებაო, თუთიითო მოდი ალუმინის ფილები იყო და შუაში პოლიეთილენი ჰქონდა, ანუ გარეშე ფუთვასაც იზოლაციასაც, ფანჯრების დასაფიქსირებელ კაპსაც ყველა პრობლემა ჰქონდა და ყველაფერი წამოვიდა იქიდან, იაფი არის და იქ შემდეგ გამოძიების დროს ერთ-ერთი კომპანიისგან მეილიც ამოიღეს, რომ კარგი ფული დაგვრჩებაო, ეხლა ამითი რომ გავაკეთებთ. ანუ ყველამ კარგად იცოდა რა რისკზე მიდიოდნენ და რას თავაზობდნენ. უბრალოდ ამის აღმოჩენა და გამოვლენა სამწუხაროდ ტრაგედიის შემდეგ მოხდა, მანამდე ვერ მოხდა. ეხლა რაც შეეხება კაბელის ხანძარმედეგობას შევეხეთ და ორი სიტყვით მაინც მინდა ვთქვა, იმიტომ რომ საქართველოს მიმართებაში ბოლო ტენდენციები არის ის, რომ
ქართული მწარმოებელიც უკვე აწარმოებს ხანძარმედე კაბელს, და მაგრამ პატარა განმარტებას გავაკეთებ დავით მაგნიშნა, რომ და შენც როგორ არის დამაგრებული და რას წარმოადგენს. ხანძარმედეგობის შემოწმების რამდენიმე სტანდარტი არსებობს, თქვათ, ყველაზე მარტივი სტანდარტია სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვებზე სტანდარტი და შემდეგ ყველაზე ასეთი რთული არის, რომელიც სამწუხაროდ ჰარმონიზებული არ არის, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი გააჩნია, თქვათ, გერმანიას, საფრანგეთს, ჩეხეთს, საიდანაც ძირითადად შემოდის ხანძარმედეგი ინფრასტრუქტურა კაბელებისთვის საქართველოში. თავის ხანძარმედეგობის სტანდარტი გააჩნია. როდესაც სტატიკურ და დინამიურ დატვირთვაზე მიდის ხანძარმედეგობის შემოწმება, ლაბორატორიაში კაბელი დამაგრება ყველა 10 სანტიმეტრში რკინის ხანძარმედეგი ხანძარგამძლე სამაგრებით, რომელიც ასევე ხანძარგამძლე ფილაზე არის დამაგრებული და წარმატებით გაივლის ტესტს, რა თქმა უნდა. იმ ქართული წარმოების კაბელს ეს პირველი ორი ტესტი წარმატებითაა გავლის და მესამე ტესტი, როდესაც რეალურ საკაბელო ინფრასტრუქტურასთან ერთად უნდა დაიტესტოს, პირველ ორ ტესტს პატარა ესეთი მაგიდის სტენდი ჭირდება, ასე თქვა და იმ ტესტს ჭირდება მთელი ოთახი, სადაც ეს ხანძარი უნდა შექმნა რეალური და 900 გრადუსი, თავის შესაბამისი საკაბელო არხები უნდა ქონდეს და საკაბელო არხი რაღაცა წონაზეა გათვლილი, ამდენ კაბელს რა დაალაგებენ ხოლმე, ჯაჭვებს კიდევენ სპეციალურად, რომ ის დატვირთვაც უნდა ქონდეს, ანუ რო არ ჩამოვარდეს. და რეალობას რას ვიღებ, ჩვენ რო ძალიან კარგი ხანძარმედეგი კაბელი რომ წავიღოთ და დავამაგროთ ეგრეთ წოდებული პლასმას ხამუთის ხანძარმედეგობა არის 2 წუთი. 2 წუთში ეს კაბელი იქნება ძირს ჩამოვარდნილი და ეს თემა ბოლომდე რო ჩავხურო, ერთსაც ვიტყვი, რომ ინგლისში იყო უკვე ერთი შემთხვევა, როდესაც ორი მეხანძრე დაიღუპა იმის გამო, რომ კორიდორში გამოსასვლელში კაბელები ჩამოვარდა ხანძრის დროზე, გაიხრარდნენ შიგნ და ვერ მოახერხეს გამოსვლა და კიდე შემთხვევა იყო, როდესაც ძლივს გადარჩა ორი მეხანძრე, ძლივს გამოაღწია ამ ჩამოვარდნილი კაბელებიდან და ეხლა უკვე საკანონმდებლო დონეზე აკეთებენ მოთხოვნას, რომ მინიმუმ ამ გასასვლელებში და კრიტიკულ ადგილებში ყველა კაბელი, ყველანაირი სისტემის იყოს ხანძარმედეგი და დამაგრებული იყოს ხანძარმედეგი სამაგრებით აუცილებლად. ანუ არა სახანძრო კაბელებით. არა სახანძრო კაბელებით. იცი რა მაინტერესებს, ხშირად მქონია ხოლმე საუბარი სხვადასხვა დამკვეთებთან, სხვადასხვა მეგობრებთან ამასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება პლასმასის ეგრეთ წოდებული ხამუთები დამაგრება, მაგრამ იმათ პასუხია, რომ ხანძარი თუ კი გავიგე, შემდეგ რომ ჩამოვარდეს რაღა პრობლემაა და რა შეიძლება რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს, კაი 2 წუთი არის ხანძარი მოხდა, სანამ ის დაიწვა დეტექტორმა დეტექცია გააკეთა, გავიგე რომ ხანძარია და უკვე რაღაცში მჭირდება თუ დაიწვა, მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა შეიძლება დამეწვას იქ რა. არა, აი მშვენივრად ახსენა დათომ, ხანძარი შეიძლება მოხდეს ერთ წერტილში, მაგრამ ვიღაცას ხმა უნდა მივაწვდინოთ სადღაცა სხვა წერტილში რა. ევაკუაციისთვის თუ ეს სისტემა ჩამოგენგრა და თუ დაგენგრა, ხო, უკვე იმ ადამიანმა აღარ იცის ხანძარია და შეიძლება გარბის, ოღონდ სად გარბის არ იცის. რატომ გარბის არის, ანუ არასწორი ევაკუაცია, შეიძლება არასწორი ევაკუაცია იყოს და შეიძლება საერთოდ ვერც გაიგოს, რომ ხანძარია და მივიდეთ იმ შედეგებამდე, რა შედეგებამდე სამწუხაროდ არის. ტექნიკურად დავით, ხანძრის დეტექციის სისტემა, მარტო დეტექციის სისტემა არ არის, ხო? ბევრი პროექტი ქონია და ვიცით, რომ იგივე ვენტილაციის სამართავი მოდულები, სახანძრო დამპერების სამართავი მოდულები, შემატყობინებლები, ვიზუალური შემატყობინებლები, ყველაფერი ჩართულია ერთ წრეში. შესაბამისად, თუ იმის წრედი არ არის ხანძარმედეგი და მაღლის შენობებში მოთხოვნილი არის, რომ ეს მთელი სამართავი ფარიც უნდა ქონდეს ამ ყველაფერთან, იმის ნაწილი აუცილებლად არის ხოლმე ხანძრის დეტექციის და ევაკუაციის სისტემა, ევაკუაციას ცალსახად გახმოვანებაზე, იქ ცალსახად მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა არის, რომელსაც საქართველოში ძალიან დიდი დარღვევები არის ხანძარმედეგობიდან დაწყებული, გონია თუ რაღაცა ხმის დონე თუ რაღაცა საკმაყოფილო საკმარისია და იქ გარჩევადობა sound transition index-ი, რომელიც NFPA 72-ში დეტალურად არის გაწერილი სტანდარტის 1/4 მარტო გახმოვანების სისტემაზე არის დათმობილი და გაზომვადი შედეგია და არავინ ყურადღებას არ აქცევს და სერიოზული პრობლემაა. ის იმიტომ უნდა იყოს ხანძარმედეგი, რომ ხანძრის პროცესში, ხანძრის ქრობის პროცესში შესაძლებელი იყოს სისტემის მართვა, როგორც ევაკუაციის მართვა. შეიძლება რაღაცა ჩამოინგრეს, რაღაცა გასასვლელი ჩაიხერგოს და გადაწყდეს, რომ სხვა გზით უნდა გაგდეს ევაკუაცია. 51 დადგენილებაში პირდაპირ წერა, რომ მარტო მაღლივი შენობებისთვის, მარტო ხმოვანი შეტყობინება კი არ უნდა იყოს. ამ ხმოვანი შეტყობინება, ანუ ჩაწერილი voice message კი არ არის საკმარისი მარტო. შენ უშუალოდ ლაივში გამოცხადების საშუალება უნდა ქონდეს და პირდაპირ არის ეს მოთხოვნა 51-ში და თუ სისტემა
არ არის იმდენად გრადი, რომ ხანძრის დროს იმან იმუშაოს, რომელ ევაკუაციის მართვაზე და voice message-ის გამოცხადებაზე არის საუბარი. იგივე ხამაკ დავით 3 საათია მგონი ხო ის ხანძარმედეგობა ამ სისტემისთვის? არა, 3 საათი მოთხოვნა ესე არ არის, ეგ რეალურად რამდენი მოთხოვნა თქვა, აი რა შეიძლება იყოს? მინიმუმი არის 9 საათი. რეალურად ხანძარმედეგობის მოთხოვნა დგება თავიდან არქიტექტურის დონეზე, კედლების ხანძარმედეგობა რამდენი უნდა იყოს, რომ ხანძარი არ გავცელდეს შენობაში და შემდეგ ევაკუაციას რამდენ ხანში აკეთებ. ზოგადად ეს არის სახანძრო უსაფრთხოების დიდი მეცნიერება, რომელიც ჩვენთან სამწუხაროდ საქართველოში საერთოდ არ არის განვითარებული და ესე ყველაფრის რაღაცა პატარ-პატარა, ანუ რაღაცებს ვაკეთებთ, მაგრამ არ ვაკეთებთ იმ მეცნიერულ საფუძველზე, რის საფუძველზეც უნდა ვაკეთებდეთ. როგორ უნდა ხდებოდეს შესწავლა, თქვათ, რატომ უნდა ქონდეს ეს ხანძარმედეგობა, ეხლა იგივე IN-54 რო ავიღოთ გახმოვანების ნაწილი IN-54-32, რომელიც არეგულირებს, იქ წერია რა შემთხვევაში უნდა ქონდეს 30 წუთიანი ხანძარმედეგობა, რა შემთხვევაში უნდა ქონდეს 100 წუთიანი ხანძარმედეგობა ევაკუაციის სისტემისთვის. იქ თუ შენობა არის სპრინკლერებით, იქ სხვა მოთხოვნებია, ეს იმაზეც კი აისახება საევაკუაციო გასასვლელი რამ სიგანე უნდა ქონდეს, ანუ ბევრი რაღაც არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ეს ყველაფერი განსაზღვრავს იმას, რომ შენობა და შენობაში მყოფი ადამიანები და განსაკუთრებულად საცხოვრებელ შენობაში მყოფი ადამიანები იყვნენ უსაფრთხოდ და შესაძლებელი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხოდ მათი მთლიანი ევაკუაცია. და ზოგადად დიდი ფართესფეროა და რა ვიცი, დრო თუ კიდევ შევეხოთ. ერთი კითხვა მინდა დავსვა კიდევ ჩვენს პოდკასტში. მე როგორც ინვესტორმა რა უნდა გავაკეთო? როცა ვაშენებ იგივე მაღლივ საცხოვრებელ კორპუსს. თუ სხვა, ანუ ქვეყნის მასშტაბით თუ არ კეთება მსგავსად, თუ მე გავითვალისწინებ იგივე ლონდონის გამოცდილებას და დამიჯდება X+ თანხა თვითღირებულება კორპუსის აშენების, ვერც მოგებას ვნახავ და ვერც მომხმარებელს ვნახავ, იმიტომ რომ გამიძვირდება თვითღირებულება. დიღომში ვაშენებ კორპუსს, დავიცავი ყველა ნორმა 10 წელობზე გათვლილი სახანძრო ინფრასტრუქტურა გავაკეთე, მაგრამ ვერც გავყიდი და ვერც მოგებაც ვერ ამოვიღებ. რა უნდა გავაკეთო? კი ბატონო, ჩვენ საკმაოდ ეს სლოგანი არა, მაგრამ რაღაცა ერთი ესეთი ფრაზა გქონდა, თუ გახსოვს ამ თემაზე ვსაუბრობდით ოღონდ სხვა დროს, იყო ესეთი რაღაც, რომ პრევენცია ჯდება უფრო იაფი. ანუ მოდი ესე გამოვიყენოთ რა, ეს ფრაზა გამოვიყენოთ, პრევენცია გაცილებით იაფია. ჯობია რომ რაღაცა მეტი დავხარჯოთ, ოღონდ ადამიანის სიცოცხლე იყოს დაცული. პირველ რიგში მე მგონი ინვესტორმა კი არა, მარეგულირებელმა უნდა გააკეთოს და გადადგას ნაბიჯები. კი გვაქვს ეს 51 დადგენილება, გვაქვს ეს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, ხდება ამ შენობების შეფასება, მაგრამ ეს უნდა იყოს სისტემატიზირებული, მოთხოვნები უნდა იყოს ნათლად ჩამოყალიბებული. ჩემი პრაქტიკიდან, როდესაც ვესაუბრები, რომელი სტანდარტით უნდა გავაკეთოთ, რომ თქვენთვის მისაღები იყო, პირდაპირ მითხრეს, აი რუსული სტანდარტით გავაკეთეთო. კარგით მეთქი რუსული სტანდარტით თქვენგან ოფიციალურად შეგვიძლია მივიღოთ, არა ინტერნეტში მოძებნე და ისე გააკეთო. ესე უსაფრთხო შენობები არ კეთდება ამ მიდგომით და ერთსაც დავამატებ აქ, რომ რუსული სტანდარტი 2023 წლის მერე მნიშვნელოვნად შეიცვალა, მათ შორის გახმოვანების და ევაკუაციის ნაწილში და იქ პირდაპირ ითხოვენ შესაბამის სისტემებს და ისიც რომ ყველა ბინაში დამონტაჟებული უნდა იყოს ეს ხმოვანი მაუწყებელი. 51 ინტერპრეტაციაც არასწორად ხდება, როდესაც მხოლოდ საევაკუაციო გასასვლელებში და ლიფტებთან და კორიდორებში არის მოწყობილი გახმოვანება. გახმოვანების სისტემა მაღლივი შენობებისთვის პირდაპირ მოთხოვნა, რომ მთელ შენობა უნდა იყოს აღჭურვილი გახმოვანების სისტემით. და შემდეგი სტანდარტის მიხედვით მოთხოვნა, რომ გახმოვანების სისტემას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მძინარი ადამიანი გააღვიძოს და გარდა იმ 75 დეციბელისა, რომელიც ბალიშთან უნდა იყოს, სადაც მძინარი ადამიანს თავი უდევს. ამერიკაში 15 წელი იკვლევდნენ რა სიხშირის სიგნალი უნდა იყოს შესაბამისი და მივხვდნენ რომ ეს მაღალ სიხშირული სირენა ვერ აღვიძებს და 520 ჰერცი ჯობია მაგ ყველაფრის და ძალიან შორს არის დასავლეთი წასული, მაგრამ ჩვენთან ეს ყველაფერი არ არის დანერგილი, არ ხდება შესაბამისი კონტროლი, იგივე სისტემა როგორ არის გაკეთებული. ელემენტარული 3 პატარა სცენარია საკმარისი იმისთვის რომ ბევრი რაღაცის ტესტირება მოხდეს და ცოტას გავშლით თემას თქვენ ისნებავთ. აგივე ხვალ უკვე ჩვეულებრივი რეალობა იქნება, რომ საქართველოს თბილისში და ბათუმში 60 სართულიანი შენობები გვექნება, ხო? იმ ქალაქებში, სადაც 20 წლის წინ მაქსიმუმ ქონდა 16 სართული, ხვალ გვექნება 60 სართულიანი შენობები. უკვე გვაქვს რამდენიმე, კი ბატონო. ის იგივე სახანძროს პოლისი რაც ქვია, რა უნდა გაკეთდეს, პროცედურა რა უნდა გაკეთდეს, როგორ წარმოუდგენიათ, შემოწმებულა, როდის მე მეხანძრე
ყველაზე მარტივი არის ჩვენ პირველი ტრეინინგი 20 წლის წინ რო გავიარე სახანძროში ეს voice message იყო მარტივი რომ do not use elevators. ეხლა განვიხილოთ 60 სართულიან შენობაში ელევატორს რო არ იყენებ, ან ევაკუაციას როგორ აკეთებ, ან მეხანძრე როგორ აკავს 59 სართულზე თუ ხანძარია იქ. ან ამდენი ხალხი როგორ ხო ეს თლიანად შეცვლილია დასავლეთში ხო? შესაბამისი ლიფტები არის, რომელსაც აქვს ევაკუაციის ფუნქცია, აქვს მეხანძრეს მიერ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოყენების ფუნქცია და ასე შემდეგ. ეგ ერთი კონკრეტული მიმართულება, როდესაც თვითონ ინდუსტრია უნდა შეიცვალოს და ტექნოლოგიურად სხვა სისტემები უნდა დაინერგოს. ეს ყველაფერი არის პირდაპირ ზარალი ინვესტორისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს მოთხოვნა და უნდა იყოს შესწავლილი. თუ რეგულატორი არ იქნება ძლიერი, შესაბამისად ინვესტორი წავა იქეთკენ, სადაც უფრო მეტი ფული გეთდება. შავი ხვრელი არის ჩემი აზრით, ერთი არის რომ რეგულაცია რას გთხოვს შემოვლობის დროს, მაგრამ შემდეგი შემოწმება და მეინტენანსი რო ახდება, ეს არის შავი ხვრელი. მეც ვქონი ერთი შემთხვევა, რომ დამირეკა ადამიანმა კახეთში ავაშენო დიდი ფერმაო, მოვიდა ეხლა საგანგებო სამსახური, მთხოვს სახანძროსო, ძალიან კარგად მაქვს ყველაფერი გაკეთებული, ხანძარი არ გამიჩნდება აქო, მაგრამ თხოვენ და პირდაპირ იმ სიტყვას გამოვიყენებ დაჩიკები რომ მოვყიდო რამდენიმე წელი დავაყენებო მაგის ჩართვა საერთოდ არ მინდა უბრალოდ რომ იმათმა ჩაიბარონო რა ანუ ეს მიდგომა აქვს ერთი ისეთი მომენტი ახლა წეღან კახეთი ახსენე და ძალიან ძველი ისტორია ამბობენ რომ ნამდვილია და ხუმრობასთან არანაირი კავშირი არ აქვსო ისეთი პერიოდია რომ დიდი შენობებიც არ არის და ხანძარიც არ არის რა და აი მთელი წელი არ აქვს რაღაც საქმე არ გქონდაო და დარეკა თურმე ვიღაცამ რომ აი სადღაცაო ხანძარია და მოდითო რა და ნუ ეხა პასუხი იყო ესეთი რომ არ ჩააქროთ მალე მოვალთო იმიტომ რომ ხო ანუ დღეს შეიცვალა ხო მდგომარეობა დღეს შეიძლება იმ პატარა ხანძარმა გამოიწვიოს აი ესეთი რაღაც ძალიან დიდი მე ბატონო დავით დაუბრუნდები შენ შეკითხვას ინვესტორმა რა უნდა გააკეთოსო და სახანძრო უსაფრთხოება არის ძალიან დიდი სფერო, სიცოცხლის უსაფრთხოება მე ესე დავარქვენ და პირველ რიგში ალბათ თვითონმა ჩვენგანმა რა უნდა გააკეთოს, მაგედან უნდა დავიწყოთ. ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში. ეს ჩვენი არჩევანი უნდა იყოს უსაფრთხო გარემო და ჩვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ უსაფრთხო გარემოს აქვს თავისი დანახარჯი, საჭიროებს ინვესტირებას, სამაგიეროდ შენის დაგიბრუნდება შემდეგში როგორც უსაფრთხო გარემოში წყნარი ცხოვრება. სამწუხაროდ სხვანაირად ვართ მოწყობილები და იმ თქვათ შეიძლება მიითვისო, მიისაკუთრო საევაკუაციო გასასვლელი აქ რაღაცას გადავტიხრავ და ვერც ხვდებოდი რომ ხვალ შეიძლება შენი სიცოცხლე შეეწიროს, იმიტომ რომ დღეს გიხარი ავი 5 კვადრატი იქ რაღაცა სადარბაზოში საევაკუაციო გასასვლელზე თავისუფალი იყო და ეს ჩავიდე ხელში. ერთი თქო მე არა მარტო ჩვენ შორის საქართველოში ჩვენზე მეტი როგორც თეორიულად ასე პრაქტიკულად გამოცდილებთ ამ მიმართულებით არ მეგულება ადამიანი. აი ახლა მინდა რომ შეხედო პირდაპირ კამერას და მომხმარებელი რომელიც ხვალ მიდის ბინის საკიდლად უთხრა რომ როდესაც კარგი შეარჩია ხედი, ფართი შეარჩია, სამზარეულო შეარჩია, შემდეგ რომ მისი სიცოცხლე იყოს დაცული, რაზე გაამახვილოს ყურადღება? აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. დაიწყოს წეღან რო ახსენ სტრუქტურულად. არის ხანძარმედეგი კარებები საევაკუაციო გასასვლელებთან არის თუ არა ეს ყველაფერი. გამოართვა სერტიფიკატები, ხო? მომენტი რომ იმიტომ რომ ხანძარმედეგი კარები რა სერტიფიკატით არის, ეგ კიდევ იმ სერტიფიკატს კიდევ ცალკე კონტროლი ჭირდება. ამიტომ ის ხანძარმედეგი ტიხრები თუ არის გაკეთებული, ღიობები თუ არის შევსებული, შესაბამისი ხანძარმედეგი მასალით ანუ შენობა თუ აკმაყოფილებს ყველა იმ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნას, რის მიხედვითაც უნდა ყოფილიყო ჯერ უბრალოდ დაშენებული სტრუქტურაზე გვაქვს საუბარი. შემდეგი მეორე ნაწილი არის ტექნიკური სახანძრო უსაფრთხოება, როგორ არის უზრუნველყოფილი. არის თუ არა ხანძრის დეტექციის სისტემა დამონტაჟებული, დანერგილი გამართულ მდგომარეობაში, ევაკუაციის სისტემა დამონტაჟებული, დანერგილი გამართულ მდგომარეობაში, დაწნევის სისტემა ფიზიკურად შეხედოს, ააყენია თუ არ ააყენია და მუშაობს თუ როგორ უნდა მიხვდეს, სახში აღიარეს, უმეტესობა დეტექტორს აქვს პატარა შუქდიოდი, რომელიც ციმციმებს და ეგრევე მიხვდები, რომ ჩართულია და კომუნიკაცია აქვს, მინიმუმ 3 წამში ერთხელ მაინც უნდა იციმციმოს. მეორე მეთოდი არის ის, რომ მოითხოვოს ერთხელ მანახეთ ეს პანელი სად არის, რა მდგომარეობაშია, ყველა პანელს სერტიფიკატი ან ყველა პანელს აქვს ინდიკატორი fault-ის ან trouble-ის გაუმართავობის არის თუ არა მწყობში ეს ყველაფერი. ყველაზე კარგი არის ის, რომ ერთ გავიხსენებ აქ 11 სექტემბერი, როდესაც მოხდა
და შემდეგ გადარჩენილი ადამიანები ძალიან დიდხანს მადლობას უხდიდნენ ამ ორ ცათამბჯენში სახანძროზე პასუხისმგებელი პირს, იმიტომ რომ პერიოდულად ყველა თვეში თუ სამ თვეში ერთხელ მთლიანი შენობების ევაკუაციას აკეთებდა და აიძულებდა ხალხს რომ იქ სართულებიდან ქვემოთ ჩამოსულიყვნენ და სამ თვეში ერთხელ რომ არ გაგვეკეთებინა ესო, ხო, ამ საგანგებო სიტუაციას ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, ისე ვიყავით ნავარჯიშებიო და ეგ არის კულტურა, რომ მით უმეტეს მაღლივ შენობებში, სადაც შეიძლება ათასობით ადამიანი იყოს ერთდროულად, ხომ? აპარტ ჰოტელებზე, სასტუმროებზე არის საუბარი, რომელთა მართვაზე ევაკუაცია ძალიან ძნელია. ეს სწავლება თუ არ ჩატარდა, ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს რეალურ საგანგებო სიტუაციის დროს. ამიტომ სწავლება გაძლევს იმის უნარს და თვისებას, რომ რაღაცები ავტომატურად გააკეთოს. ჯერ იქ მომსახურე პერსონალმა, მაცხოვრებელებზე არ მაქვს საუბარი და ის ადამიანი, რომელიც ერთხელ და ორჯერ გააკეთებს ევაკუაციას, მესამედ და რეალურ სიტუაციაში გაცილებით უფრო სწრაფად და ეფექტურად გააკეთებს იმ სწორ ნაბიჯებს უფრო უკეთესად გადადგავს, ვიდრე გამოუცდელი და ვისაც შეხება არ ქონია. ტექნიკური სისტემებზე აუცილებლად მომსახურე კომპანია თუ ემსახურება, თუ არის გამართული, რამდენ ხანში ერთხელ ტარდება პერიოდული შემოწმება, თუ გვაქვს მაგისი სერტიფიკატები ან ანგარიშები, რეპორტები, რომ წარმოადგინა კომპანია, რომ გამართული არის, შევამოწმეთ და შეესაბამება იმ სტანდარტს და მოთხოვნას, რაც იყო ეს ყველაფერი და რა ვიცი, პირადი კულტურა, წეგან გრენფელს დაუბრუნდებისე რამდენიმე ადამიანი მუდმივად არეპორტებდა, რომ ავარიული განათება არ მუშაობსო შენობაშიო. სამწუხაროდ სწორედ ის ადამიანები დაიღუპნენ ამ ხანძრის დროს, რომელიც ეგეთ რაღაცას ყურადღებას აქცევდა, რომ კარებების დამხურებიო, რაც უნდა იყოს ხანძარმედე კარებებზე, არ მუშაობსო და დაზიანებული არისო და ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა კვამლი მერე ამ კიბის უჯრედში, საიდანაც ევაკუაცია უნდა მომხდარიყო. ამიტომ სახანძრო უსაფრთხოება თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობა არის. რომ ყურადღება მივაქციოთ და ჩვენ თვითონ ყოველთვის ფიქრობდეთ, რომ რაღაცა საგანგებო სიტუაციაში როგორ ვიქცევით, ρίთა ვარ დაცული და აქედან გამომდინარე რომ დაკვეთა, რომ ჩვენ როგორც დამკვეთები რომ მოვდივართ, ჩვენ გვინდა უსაფრთხო გარემო. ეს თუ არ შეიცვალა, თუ ადამიანების მოთხოვნა არ გახდა, რომ უსაფრთხო გარემოში ცხოვრობდეს და აი ეგ რაღაცას მივითვისებ და უი სპრინკლერები რად გვინდა და ეს ის ახლა დავაყენოთ იმისთვის, რომ სამწუხაროდ ეგეთ რაღაც ხდება, რომ მოდი ექსპლუატაციაში მიიღონ და მე რაც გინდა ის მოსვლია იმ საკართ სადგურს და იმუშავებს თუ არ იმუშავებს, ჩვენი პრობლემა არ არის და უფრო უკეთესად ვიქნები. ეგ არის ცდარი. და სწორედ მაგედან მომდინარეობს ყველაფერი, რომ აქედან მომდინარეობს, რომ დეველოპერის ფიქრობს, რომ იაფი კონდეს ის. დეველოპერის მესიჯი უნდა იყოს, რომ მე შენ გთავაზობ უსაფრთხო გარემოს და ცოტა მეტი უნდა გადაიხადო ამ უსაფრთხო გარემოში, ვიდრე არა უსაფრთხო გარემოში. ნამდვილად რო შევაჯამო ერთი წამით შევაჯამებ, ანუ გაამახვილოთ უნდა ყურადღება, როცა შედიხართ თქვენ სახალხინაში, ნახეთ აყენიათ თუ არა სახანძრო სენსორი. დააკვირდით მინიმუმ 5 წამის განმავლობაში ის შუქდიოდი აინთება თუ არ აინთება. ეს არის ყველაზე მარტივი ინდიკატორი საერთოდ კომუნიკაცია თუ მოდის ამ სახანძრო სენსორამდე. მეორე, მოითხოვეთ ფასადის შეფუთვის ხანძარმედეგობის სერტიფიკატი და ნახეთ რომ საერთოდ ხანძარმედეგი არის თუ არა ეს მასალა. ეს მინიმუმ ორი რაღაც არის, რაც შეგიძლიათ საერთოდ რომ სახანძროზე არ იცოდეთ არაფერი, ეს რაღაც ორი რაღაცა გაითვალისწინოთ და საევაკუაციო გეგმა აუცილებლად საევაკუაციო გეგმა უნდა კონდეს ყველა კორპუსს და უნდა იყოს ზუსტად გაწერილი საით უნდა წავიდეთ ხანძრის შემთხვევაში, არა მხოლოდ ხანძრის, არამედ ნებისმიერი ევაკუაციისას. და კიდევ ყველაზე მთავარი მესიჯი რაც დათომ თქვა, სანამ არ იქნება მოთხოვნა, მანამ არ იქნება ეს მიწოდებაც. ანუ დღეს არ არის მოთხოვნა, ხა არავინ არ უყურებს არც ევაკუაციის გეგმას, არც ამ გამოცხადების სისტემას, გახმოვანების სისტემას, არც დეტექტორს, არც სერტიფიკატს, არაფერს. აქედან გამომდინარე ინვესტორიც არ თulis თავს ვალდებულად, რომ ამ რაღაცებზე ფული დახარჯოს და აქ ეკონომია არ გააკეთოს. როდესაც, ანუ კორპუსი იქნება, აპარტ-ჰოტელი იქნება, სასტუმრო იქნება, ექსპლუატაციაში მიღების დროს სახანძრო სამსახური თუ იბარებს, იმიტომ იგივე ლონდონის მაგალითზე სავალდებულო გახდა და უფრო მკაცრად აკონტროლებენ ამის ჩაბარებას, რომ შემდეგ უკვე იმათი პასუხისმგებლობა ჩაიბარეს. ზოგადად საგანგებო სიტუაციები 112 ის დასკვნის გარეშე არ ხდება ექსპლუატაციაში მიღება, მაგრამ აი კონკრეტულად ეს არ ვიცი ეს სერვისი სიმართლე გითხრა. აი ჩემი რაიონის სახანძრო თუ იცით სად რა მიყენია. აუცილებელია, მან ბევრი სხვა ისიც იკვეთება, იმიტომ რომ მაგალითად სახანძრო რომ მოდის იძახის რომ დენი გამითიშეთ დენის გათიშვის გარეშე მე არაფერს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ესეთი პოლისი აქვს იმათ ასე ვთქვათ, მაგრამ ხლა რამდენი სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არის ჩართული დენზე.
იგივე სპრინკლერების სისტემა, რომელიც უნდა ეხმარებოდეს მეხანძრეს, ხო? სპრინკლერებში სიცხი უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს ორი საკათში რომ მოკვდეს, მეხანძრემ სახანძრო მანქანა დაერთოს და იმით მიაწოდოს ამ მილებით წყალი. არა თუ ის რომ დიზელ გენერატორი უნდა ქონდეს, ან ერთი საკათში უნდა ქონდეს დიზელზე, ანუ ის მუდმივად უნდა მუშაობდეს. იგივე დაწნევის სისტემა, როდესაც სამხელა დიდი შენობიდან, მაღალი შენობიდან ევაკუაცია გასაკეთებელი, ხო? შენ დაწნევა მუდმივად უნდა გიმუშავდეს, რომელსაც დენი ჭირდება, რა თქმა უნდა. არის ის სარეზერვო იმაზე, ელექტრომომარაგებაზე, იგივე ლიფტები, როგორ იყენებ, ჩამოდეს ეს ლიფტები, არ ჩამოდეს ლიფტები, რა პოლისი არის და ჩამოსulis დროს თუ წყდება ეს ელექტროენერგია, მე რა ხდება? ვიცით რომ აი ლეოგრანჩი ცნობილი ხანძრის დროს რამდენიმე ადამიანი უშუალოდ ლიფტში გაიგუდა, იმიტომ რომ კვამლმა შეახსია გაჩერებულ ლიფტში, ხო? ამიტომ ჩემი აზრით, ყველა ესეთი განსაკუთრებით მაღლივ შენობებზე აუცილებელია რომ სახანძრო მოდიოდეს და სწავლობდეს ყველა იმ ტექნიკურ შესაძლებლობას, რომელიც დანერგილი გაქვს, იმიტომ რომ ეს მათი გამოსაყენებელიც არის საგანგებო სიტუაციის დროს. მან უნდა იცოდეს იგივე მილდგარები გააქვს, არ გააქვს, რა მდგომარეობაში გააქვს, როგორ გამოიყენოს, რა შეიძლება დაეხმაროს ლიფტი თუ გააქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს მეხანძრემ. თუ აქვს სპეციალური operations mode, როდესაც მეხანძრე იყენებს სპეციალური გასაღები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს კულტურაც სიმართლე გითხრა მე არ გამიგია რომ ჩვენთან ეგ ხდება და დანერგილი არის. მე ამ პოდკასტში ვდებ პირობას რომ მომავალ წელს ჩემი რაიონის სახანძრო სამსახურს მივწერ წერილს რომ მოვიდნენ შეამოწო და მაინტერესებს რა რეაგირება მოყვება. მიდგომა ბატონ დავით სახანძრო უსაფრთხოება თვითონული ჩვენთაგანის ვალი არის და ჩვენ თვითონ უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივა ალბათ ამ მიმართულებით. ეხლა განვიხილავდით აპართ ჰოტელების და საცხოვრებელი კორპუსებს, მაგრამ სასტუმროებს რო აშენებს ინვესტორი, უკ უკვე სხვა დამოკიდებულება უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ეს არ არის რომ თუნდაც უცხოელი ინვესტორი იყო ააშენო დასრულდა, არ არის ააშენებს და ოპერირებასაც უკეთებს და ყოველდღიური შემოსავალი აქვს აქედან. ამ შემთხვევაში რა უნდა გაითვალისწინოს ინვესტორმა? ინვესტორს პირდაპირ აქვს ეს მიბმული ვთქვათ თავის რეპუტაციასთან და ზუსტად საკუთარ ბიზნესზეა ეს მიბმული რომ იქ რაღაცა რომ მოხდეს, რაღაცა რომ მოვიდეს ისეთი რაღაცა, რაც გამოიწვევს ვთქვათ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას, ადამიანის თუნდაც მოგვდინებას ან ჯანმრთელობის დაზიანებას მის ბიზნესზე პირდაპირ პროპორციულად დაისახება. აქედან გამომდინარე ინვესტორი დაინტერესებულია, ბევრად დაინტერესებულია აქ, ასე ვთქვათ, მეტი ინვესტიცია განახორციელოს, თუმცა არც სასტუმროები ბრწყინავენ ამ კუთხით და ზუსტად ის პლასტმასის დუბელი ერთ-ერთ სასტუმროში და საკმაოდ ესეთ ცნობილ აპართ ჰოტელშიც მაქვს ნანახი და ასევე იმ პლასტმასის დუბელთან ერთად იყო კიდევ რაღაცა ის სამაგრი ჰქონდათ გამოყენებული რაღაც ეგრეთ წოდებული თაბაშირმუყაოს პროფილი იყო დაჭრილი და ეს იყო გამოყენებული რაღაცა ხანძარმედეგი კაბელის სამაგრა და ეს რამდენად არის ხანძარმედეგის სისტემა არ ვიცი. რაც შეეხება სასტუმროებს, კარგი ის არის რომ როდესაც საერთაშორისო ბრენდი შემოდის, იმას თავისი ბრენდბუკი აქვს და გაცილებით მაღალი მოთხოვნები არის, ვიდრე ჩვენ ადგილობრივი რეგულაციები გვაქვს და ინვესტორი იძულებული არის რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. განსაკუთრებით ბატონ დავით სისტემების ინტეგრაციაზე და მოგეხსენებათ, აი რამდენად არის მოთხოვნები რომ სისტემები იყოს ინტეგრირებული, იმიტომ რომ სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით ბევრი სხვადასხვა სისტემა არის და როგორ ხდება მაგათ ინტეგრაცია, მიწოდება ინტეგრირებული სისტემების თქვენი გამოცდილებით. სამწუხაროდ მოთხოვნა ნაკლებია მაგაზე, მაგრამ იცი რომ არსებობს სისტემები ჩვენს გაგვიკეთებია ერთად, უსაფრთხოების სისტემები დაგვინტეგრირებია ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ პროგრამაში. და მაღლივ შენობაზე განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ დასჭირდეს იგივე ან მეხანძრეს ან უსაფრთხოების სამსახურს რომ სხვადასხვა 5 ეკრანი გახსნას, 5 პროგრამა გახსნას, 5 პანელს უყუროს, სად არის, რა ხდება რა ინვესტიგეიშენის კუთხით, ანუ გამოძიების კუთხით ბევრად უფრო ამცირებს ეს დროს. როგორც ხანძრის მიკვლევის დროს, ასევე ვიზუალურად თუ პირობითად ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების აყენია შენობაში ვიზუალური ხედვაც რო ქონდეს რა ხდება კონკრეტულად ეხა ხანძრის კერაში. რამ გამოიწვია, ადამიანი არის თუ არ არის და ასე შემდეგ. ამიტომ მაღლივ შენობებში ჩემი აზრით კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ვისურვებდი უფრო მეტი
როკეთებოდეს საქართველოში მოკითხე. არ ვიცი საზღვარგარეთ როგორ არის პრაქტიკა, მაგრამ საქართველოში ძალიან ცოტა არის მაგაზე მოთხოვნა. სამწუხაროდ დევნა ბოდიშგიხთი, სამწუხაროდ შეიძლება გქონდეს 5, 6, 10 უსაფრთხოების სისტემა 30-40 სართულიან შენობაში და ყველა ცალ-ცალკე მუშაობდეს ინდივიდუალურად. ერთმა ინვესტორმა მოითხოვა, ეხლა კარგი კითხვა იყო, ინვესტორმა მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი ადამიანი იმყოფება, ну რამდენი ადამიანი არა, პირობითად რამდენ ნომერში არის ადამიანი, ანუ გვაქვს ევაკუაციის დროს რო იცოდეს. ევაკუაციის დროს რო იცოდეს, რო კონდეს მას ინფორმაცია, რომ მოვიდა ეს სახანძრო ბრიგადა და კი არის თუ არა დაკავებული ოთახი და მასზე ინფორმაცია რო კონდეს, კი ესეც მოითხოვეს. რაც შეეხება საზღვარგარეთ, რა თქმა უნდა, ინტეგრირებული სისტემები დანერგილი არის და ამერიკაში ახლა NFPA მოგეხსენოთ როგორი ორგანიზაცია არის. ბოლო 10 წელიწადში ინერგება ორი ახალი სტანდარტი NFPA 3 და NFPA 4, პირველი უშუალოდ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ტესტირებას ეხება და მეორე ეხება ინტეგრირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ტესტირებას. რას გულისხმობს ახლა ეს ინტეგრაციის ტესტირება? იმიტომ რომ მე თუ ვემსახურები ხანძრის დეტექციის სისტემას ან გახმოვანების სისტემას, მარტო ტესტავ დეტექცია არის, გახმოვანება არის, მაგრამ ხანძრის დეტექციის დროს როგორ ხდება დაწნევის სისტემების ჩართვა, გააქტიურება, კვამლის გაწოვის სისტემების, ლიფტის გამოძახება, მართვა, დეტექციის სისტემის შესაბამისად. მაგას როგორც წესი ჩვენ არ ვაკეთებთ. ეს ჩვენი კოუპის მიღმა არის, ასე ვთქვათ რა. ჩვენ არ დაგვიყენებია, ჩვენ მაქსიმუმ შეგიმოწმეთ, რომ ჩვენი გამოსავალი რელედან ან ციფრულ ინტერფეისიდან შენ სიგნალი მოგდის. NFPA 4 სწორედ ითხოვს, რომ აქ მთელი გუნდი უნდა იყოს და გუნდურად უნდა მუშაობდეს და ინტეგრირებულად უნდა იტესტებოდეს. სწორედ ინტეგრირებული ტესტირება გვაძლევს იმის გარანტიას, რომ emergency სიტუაციაში ყველაფერი გამართულად მუშაობს. ესეც ცალ-ცალკე ტესტირება თანამედროვე სტანდარტებით აღარ არის მისაღები, იმიტომ რომ იქ ყველა ცალ-ცალკე მართალი შეიძლება გამოვიდეს და საბოლოო ჯამში ერთმანეთში ინტეგრაცია არ იყოს და გამართულად არ იმუშაოს ხანძრის დროს ან საგანგებო სიტუაციის დროს. ინტეგრირებულ სისტემებზე მინდა დავამატო, რომ ვიცი ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სათავო ოფისის მშენებლობას მიმდინარეობს ახლა და ზუსტად ოდესაც ჩაატარეს ტენდერი, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ უსაფრთხოების სისტემები ყოფილიყო ერთი ფანჯის პრინციპით ინტეგრირებული და ზუსტად ეს ინტეგრაცია რაც ახსენე NFPA-ის მოთხოვნა, თითქმის ეს ყველაფერი ყოფილიყო გათვალისწინებული და მიხარია, რომ საქართველოს არიან ესეთი კომპანიები, ვინც ამას აქცევენ ყურადღებას. შეგვიძლია რომელიმე ობიექტი გამოვყოთ, სადაც სახანძრო სისტემებმა წარმატებით იმუშავა და აი ეს ურთიერთშეთანხმებული მოქმედების სხვადასხვა სისტემების ინტეგრაციის კუთხით როგორ იმუშავა ამ სისტემებმა და თუ იმუშავა საერთოდ წარმატებით და თუ არის ასეთი ობიექტი თბილისში. ზოგადად სახანძრო უსაფრთხოების ლოკომოტივი და მამოძრავებელი ისტორიულად ყოველთვის იყო სადაზღვევო კომპანიები და აქედან გამომდინარე აი ბრენდ სასტუმროებს საქართველოში, როდესაც დიდი საერთაშორისო ბრენდები ხსნიან თავიანთ სასტუმროებს და გვაქვს იქ პროექტები, იქ მოთხოვნა ცალსახა არის, რომ შესაბამისმა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა უნდა დატესტოს შენთან ერთად სისტემა თავის ინტეგრაციით, გაიაროს ყველა მოწყობილობა, წარმატებით უნდა ჩააბარო ეგრეთ წოდებული site acceptance ტესტი და მხოლოდ შემდეგ იბარებენ შენგან ამ დაკვეთას. საბედნიეროდ მე მქონია ურთიერთობა, როდესაც ბრენდის მოთხოვნით საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩამოსული და მთლიანად სისტემის გამართულობის და ინტეგრაციის, დეტექციის, ევაკუაციის, სახანძრო ვენტილაციის ერთობლივი მუშაობა დატესტილი იქნა წარმატებით და წარმატებით ჩავაბარეთ პროექტი. მე წეღან თბილისი ვახსენე და ეს თბილისში იყო თუ თბილისში, კი ბატონო, თბილისში ხდებოდა ეს ყველაფერი. შეიძლება. ძალიან კარგი, მაგარია, რომ შევაჯამოთ ჩვენი პოდკასტი. ჩემი აზრით შეგვიძლია რომ გაუთავებლად ვიწვდომოთ, რომ რაღაც რეგულაცია არ გვაქვს ქვეყანაში. მაგრამ მეორე არის, რომ თვითონ ჩვენ უნდა ვიყოთ მოთხოვნები რა. ისევ და ისევ დაუბრუნდები, რომ შენ როგორც ახსენე დევნა, რომ გინდ ბინის, გინდ სასტუმროს ნომრის შერჩევის დროს ლოკაციას უყურებთ, ხედს უყურებთ და ასე შემდეგ, მაგრამ რამდენად უსაფრთხო იქნება ჩვენი ცხოვრება იქ არ ვიცით. არ ვითხოვთ, არც მე პირადადაც მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებში, როდესაც ბინა ვიყიდე, აზრადაც არ გამჩენია, რომ მეკითხა მაგალითად შენობის თბოიზოლაციის შეფუთვა იყო თუ არა ხანძარმეტიკი. არ მიკითხია, არ ვიცი. ეხა დღეს დამებადა ეგ კითხვა და შესაბამისად უნდა ვიყოთ უფრო მომთხოვნები
ჩვენი საცხოვრებელი გარემოს მიმართ. უნდა ვიყოთ მოთხოვნები ალბათ რეგულატორის მიმართაც, რომ გააჩინოს ეს რეგულაციები, გააჩინოს შემოწმებელი ორგანოები, რომლებიც არა მარტო კორპუსის ჩაბარების დროს, არამედ ექსპლუატაციის დროსაც, შემდეგ, როდესაც გავა 5 წელი, 10 წელი, ვიღაცა მოდიოდეს, ამოწმებდეს, ნახულობდეს, რომ წესრიგში არის. სამწუხაროდ არა მარტო ლონდონში, ყველგან ეგრე ხდება საზოგადოებრივად საქართველოშიც, როდესაც ურემი გადაბრუნდება, მე ვიწყებთ გზის პოვნას. კარგი იქნება, რომ უკვე სანამ მაგ ეტაპამდე მივად, მანამდე ვეძებდეთ გზებს, რომ არ დაგვიდგეს ეგ კრიტიკული მომენტები. თუ ჩვენ ამ კუთხით ცნობიერებას ავიმაღლებთ და თუ ბევრად მომთხოვნი ვიქნებით მშენებლების მიმართ, თუნდაც დეველოპერების მიმართ, ეს პირიქით კონკურენციას გაზრდის ამ მშენებლებში, რომ აი ვთქვათ, მე უკეთესი სახანძრო სისტემა მაქვს, მე ვთქვათ, ევაკუაციის გზა უკეთესი მაქვს და უფრო დახვეწილი მაქვს. აი ამ კუთხით დახვეწა ალბათ მოხდება თუ ეხლა ბინა განსაკუთრებით დედაქალაქში ნამდვილად არ ღირს წვირი და თუ ჩვენ მოვთხოვთ მშენებელს, რომ იცი რა, მე მაინტერესებს ეს საკითხი და თუ მეტი ადამიანი მოთხოვს, ისიც დაინტერესებული იქნება, რომ უფრო მეტი გააკეთოს და მეტი ინვესტიცია ჩადოს ამ კუთხით. თუ არა და რაზეც მოთხოვნა იქნება, იქნება მიწოდებაც იქნება, გაიზრდება მოთხოვნა, გაიზრდება მიწოდებაც რა. სახანძრო უსაფრთხოება არის თვითონ ჩვენთანგანის ვალი. ჩვენგან მომდინარე, თვითონ ადამიანისგან მომდინარე, ესე ყველაფერი რას ვითხოვთ, რა დაკვეთა გვაქვს, რას ვიღებთ, შესაბამისი შედეგიც მაგედან გამომდინარეობს. ამიტომ თუ ვიფიქრებთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე, მოთხოვნებიც გაიზრდება, შესაბამისად ის რისი მიღებაც გვინდა და რაზეც დღეს ვჯელობთ, რომ უსაფრთხო გარემო გქონდეს, იმ გარემოს მომწოდებელის გაჩნდება და დეველოპერსაც ნაკლები შეკითხვა დაებადება, რატომ უნდა დავხარჯო მე ფული იმაში, რომ შენ უსაფრთხო გარემო მოგაწოდო, როდესაც ეს მოთხოვნა ჩვენი მხრიდან წამორო, ჩვენ გვინდა უსაფრთხო გარემო. 3D პოდკასტით ხარდაჭერა კომპანია ვეზირი, რომელიც 30 წელიწადზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ზუსტად ამ უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში არის ლიდერი კომპანია. ჩვენი პოდკასტი ეთერში გავა ყოველთვის ბოლო ხუთშაბათს. იმედია საინტერესოა თქვენთვის. თუ მოგწონთ ეს თემები, გამოგყევით YouTube არხზე, დაგვიკომენტარეთ, მოგწერეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ჩვენც ვეცდებით შევქმნათ თქვენთვის საინტერესო კონტენტი ამ თემების ირგვლივ. ასევე გთხოვთ მოგწეროთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე კომენტარები და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად ამომწურავად გაგცეთ პასუხები. ვფიქრობ, პირველი პოდკასტისთვის კარგი თემა შევარჩიეთ და თემაც შესაბამისად გავშალეთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი რაღაცა უფრო მეტ ცოდნას, ინფორმაციას მიიღებს და სწორ გადაწყვეტილებებს გააკეთებს, რომ თავისთვის და ჩვენ ყველა ერთმანეთისთვის უფრო უსაფრთხო გარემო შევქმნათ.